რატომ მოხდა ელექტროენერგიის გათიშვა მთელი საქართველოს მასშტაბით ბოლო 2 კვირაში 3-ჯერ? ამ დროისთვის მხოლოდ ის ვიცით, რომ გუშინდელი გათიშვა წინა გათიშვების მიზეზების დადგენის მცდელობას მოყვა. გუშინ საღამოს 8 საათისთვის საქართველო კიდევ ერთხელ ჩაბნელდა. ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა 1 საათის შემდეგ დაიწყო, სრულ აღდგენას კი რამდენიმე საათი დასჭირდა. მიზეზის ახსნას სახელმწიფო ელექტროსისტემა გათიშვიდან საათნახევარში გამოქვეყნებული ინფორმაციით შეეცადა. ამ ინფორმაციის მიხედვით 24-25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ ენგურჰეზე მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები. კონკრეტულად კი სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია. გუშინვე ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა გათიშვის მიზეზად ტესტირების პროცესი დაასახელა, რომლითაც უნდა დადგენილიყო თუ რატომ მოხდა 24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა მთელ საქართველოში. ქართული ოცნების ოპონენტები გუშინდელ ფაქტს და არგუმენტს, რომ ელექტროენერგიის გათიშვა ტესტირებამ გამოიწვია, იმის მაჩვენებლად თვლიან, რომ საქართველოს ენერგოსისტემას ავტონომიური არსებობა არ შეუძლია. გუშინ ჩატარებული ტესტირება კი დანაშაულებრივი იყო. ტესტირება, რაც გუშინ ჩატარდა, დანაშაულებრივი ქმედება, რომელმაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა როგორც ეკონომიკას, ასევე თითოეულ მოქალაქეს დენის მოულოდნელი გათიშვის გამო და ყოველი მოულოდნელი გათიშვა იწვევს ზიანს, მათ შორის ტექნიკურ ზიანს, მოწყობილობებისა თუ სხვა ფორმით. აი ამ უზნეო, თუ შეიძლება ასე ითქვას, ექსპერიმენტის შედეგად ერთი დასკვნა მივიღეთ, რომ საქართველო ავტონომიურად ვერ ფუნქციონირებს. რომ მისი ენერგოსისტემა აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული ვიღაცასთან. ასეთი რამ ბნელ 90-იან წლებშიაც კი არ ყოფილა. აი აქამდე მიიყვანა საქმე ქართული ოცნების კორუფციულმა და ანტისახელმწიფოებრივმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, მათ შორის ენერგეტიკაში ჩადენილმა იმ მრავალმა დანაშაულმა, რომელსაც ჩვენ მის შედეგებს ვიმკით. ქვეყანაში უკვე მერამდენედ ხდება ენერგეტიკული კოლაფსი, მთელი საქართველო გაითიშა და ამაზე პასუხად გვეუბნებიან, რომ თურმე რაღაცა სატესტო ვერსიები ჰქონიათ ახლა და ადამიანები მეტროს სადგურებში იყვნენ გაჩერებულები და გვირაბებში მოუწიათ მათ სიარული. ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთი ხარვეზი აქვს ჩვენს ელექტროსისტემას, რომელსაც ვერანაირი დაზღვევის მექანიზმით ვერ პასუხობენ, არ არის არანაირი დივერსიფიკაცია, რომ ერთი ხაზი თუ გადამცემი ხაზი თუ გაფუჭდება, შემდეგ ამის დამზღვევი მექანიზმი არსებობდეს სხვა ქსელების მეშვეობით. ამავდროულად ყველა მომწოდებელი, დისტრიბუტორი, ქსელის მართვაზე პასუხისმგებელი და მომხმარებლებამდე მიმტანი კომპანიები ისე არის არეული ერთმანეთში, რომ ყველა ერთმანეთისკენ თითს იშვერს და ბოლოს თან არავინაა დამნაშავე და ამავდროულად ყველა. გუშინდელი ელექტროენერგიის სრულ გათიშვას წინ უძღოდა 24 და 25 ივლისს თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის რამდენიმე საათიანი სრული გათიშვა. სამივე შემთხვევაში გაჩერდა მეტრო, რკინიგზა, წყლის სატუმბო სადგურები. სემეკი და სუსი წინა ორი ავარიის მიზეზების დასადგენად ამ დრომდე მუშაობენ. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა, თუმცა ავარიულ გათიშვებზე მის პასუხისმგებლობაზე ოცნება არ საუბრობს. ირაკლი კობახიძემ 2 დღის წინ ვანო ზარდიაშვილი შეაქო და თქვა, რომ მისი საქმიანობა წარმატებული იყო.